მოგესალმებით ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. ეს გადაცემა ყვითელი მიქსი გახლავთ, მე კი მისი წამყვანი თიკა ხუჭუა გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ძალიან აქტიური ახალგაზრდა პოეტი, მწერალი, რომლის ლექსებიც უკვე ძალიან ბევრ წიგნშია დაბეჭდილი და მიუხედავად მისი ასაკისა, ძალიან ღირსეულ კონკურენციას უწევს უფრო გამოცდილ ამ პროფესიაში უფრო მეტად გამოცდილ ადამიანებს. თორნიკე, გამარჯობა. თორნიკე ჩხიკვაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი. მოგუყევი შენს შესახებ, გაგვეცანი ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით თქვენ, მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მოწვევისთვის ტელეკომპანია Trialets. რაც შემეხება მე მე ვარ როგორც წარმატებული, მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მე ვარ თორნიკე ჩხიკვაძე, დაბადებული ქალაქ გორში, სოფელ ატენიდან. ადრეული წლები სოფელ ატენში გავატარე სკოლამდელი ასაკი და შემდეგ თბილისში ვსწავლობდი. თბილისის სკოლა დავამთავრე და ასევე ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელშიც თბილისში სამხედრო სავალდებულო სამსახურის თბილისში მაქვს მოხდილი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისევ ფესვებს დაუბრუნდი და ამჟამადაც სოფელ ატენიდან ჩამოვედი თქვენთან. მაინტერესებს როგორ დაიწყო შენი ამ სფეროთი დაინტერესება თვითონ და რომ გავიხსენოთ პირველი ეტაპი, რა დროსაც მოგივიდა მუზა. ხშირად მეკითხებიან, როდის დაწერე პირველი ლექსი, რა ასაკში დაიწყე. თუ შეიძლება ლექსი დაერქვას, მაინც არ ქვია იმას ლექსი. სკოლის ასაკშიც წერდი, მაგრამ ეს უფრო იყო იუმორისტული ჟანრის. და რა თქმა უნდა, ლექსსაც ვერ დავარქმევთ, ახლა იმდენ ყურადღებას ვერ მივაქცევდი ვერც შინაარს, აზრს, ვერც რითმას და უფრო დაინტერესება დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი, შეიძლება ითქვას გვიანიც არის, მაგრამ მე ვგულისხმობ, როდესაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ სფეროს. და მაშინ დავწერე პირველი ლექსი, რომელიც ამ დროისათვის მაქვს შემონახული და იმ ლექსების, რომელიც ვახსენე, ბავშვობაში ნაწერს სამწუხაროდ აღარ მომეპოვება. ბევრგან მომიწია ცხოვრება, გადმოსვლა და ინფორმაცია დამეკარგა სამწუხაროდ, მაგრამ 17-18 წლიდან რაც მაქვს ნაწერი, ყველა ლექსი შემონახული მაქვს. აი რა პერიოდიდანაც უკვე სერიოზულად დაიწყე ამ სფეროთი დაინტერესება და ლექსების წერა. რა იყო შენი პირველი მუზა? რამაც დაგაწერინა ეს პირველი სტროფები? რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, პირველი ლექსი მაშინ დავწერე, როდესაც გოგონა მიყვარდა და აქედან გამომდინარე მუზაც სწორედ აქედან მოვიდა იმ განცდებიდან და პირველი ლექსიც შესაბამისად სიყვარულზე იყო და იმ პერიოდში ძირითადად წერდი სიყვარულზე და შემდეგ რა თქმა უნდა სხვა თემებზეც ამ ეტაპისთვის სხვადასხვა თემებსაც ვეხები და იმის მიხედვით წერ, რა განწყობაზეც ხარ, რასაც გრძნობ, რაც გაწუხებს, რასაც ხედავ და რა თქმა უნდა როდესაც მუზა გიწყობს ხელს და რასაც გკარნახობს. ხო, აი ამ თემაზე რომ უფრო მეტად ვრცლად ვისაუბროთ, ვიცით ჩვენ, არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მწერლებიც, რომელთა მუზებიც და აი ამ მუზებთან დაკავშირებული ისტორიებიც ლიტერატურაზე აისახა საოცრად. და დღემდე ეს აქტიური განხილვის საგნადაც ითვლება ხოლმე. აი ამ კუთხით რომ ვისაუბროთ, ვინ არის შენი მუზა, რატომ გამოიწვია შენში ასეთი დიდი ინტერესი და დღესაც არის თუ არა ის პირველი მუზა, დღევანდელი მუზა? გავიგე თქვენი კითხვის არსი. ახლა კონკრეტული მუზა ამ ეტაპისთვის არ მყავს და როგორც წეგან ვახსენე, განისაზღვრება ხასიათით, რას ხედავ, შეიძლება გათენდეს და სულ სხვა ხასიათზე იყო, მუზამ სულ სხვა რაღაც გიკარნახოს და იმის მიხედვით დაწევ, კონკრეტული მუზა არ არსებობს. ესე ვერ ვიტყვი ზოგადად. ხო, ძირითად შემთხვევაში მწერლებთან მიმართებაში არის მუზა კაცებისთვის ქალი, ქალებისთვის კაცი, შეიძლება მუზა იყოს ქალიც, როგორც გვენახსენეთ, უმეტესწილად ესე. როდესაც სიყვარულზე წერდი ლექსს, რა თქმა უნდა, ეს ქალისგან მოდიოდა. ქალი, სამშობლო და ის გარემო მოვლენები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. და რა მიზანს ემსახურებოდა ეს შენ ლექსი მიუძღვენი ამ ქალბატონს?
ის ლექსი იყო ანუ ამოძახილი სულიდან, ანუ რასაც რაც გაწუხებდა, როდესაც ლექსს წერ, თითქოს იცლები იმ ემოციისგან და თავისუფლდები და ანუ შეიძლება ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე ესაუბრო ფურცელს, რომ შეიძლება მეგობარსაც ვერ უთხრა ან იმ ეტაპისთვის გარშემო არც არავინ იყოს, არც მეგობარი იყოს და გაუზიარებ ფურცელს, საუკეთესო მეგობარია და ანუ და მივიდა ადრესატამდე ეს ლექსი. ადრესატამდე კი მივიდა. და რა ემოცია იყო მისგან? ემოცია ანუ როდესაც ეს ლექსი მივიდა უკვე ეს სიყვარულზე იყო დაწერილი, იმასთან იმდენად ურთიერთობაშიც აღარ ვიყავი და იმის ემოციები დიდად რა თქმა უნდა გაუხარდა ეს სიამოვნა, მაგრამ განვითარება აღარ მოყვა იმ ურთიერთობას. დღეს მაგრამ ეს იყო ახლა რასაწყობი, ეს იყო დაახლოებით 4-5 წლის წინ. პირველ ლექსს ამბობ სიყვარულზე, თორე სიყვარულზე ლექსი ამ პერიოდშიც მიწერია. ძალიან ბევრი ქალბატონი უყურებს ახლა ჩვენს გადაცემას და ძალიან აინტერესებს რა ხდება შენთან კონკრეტულად პირად ცხოვრებაში და არის თუ არა დღეს თორნიკე დაკავებული მაგალითად. დაკავებული ალბათ გულისხმობთ მეორე ნახევარს, ხო? დიახ. მეორე ნახევარი ნამდვილად არ მყავს, მაგრამ ზოგადად მანდილოსნებს პატივსცემ, ძალიან სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა და შეიძლება მქონდეს ადამიანების მიმართ სიმპათია და მათთან ერთად თავს კარგად ვგრძნობდე, დროს ერთად ვატარებდეთ, მაგრამ როდესაც ვხმარობთ ჩვენ სიტყვა შეყვარებულს, მე ამ სიტყვას ძალიან უფრთხილდები, ისევე როგორც ნებისმიერ სიტყვას, მინდა რომ ყველაფერს როგორც გომელაური იყო და ყველაფერს მინდა ერქვას, არ მაშინ ეს შემხდეს შარი. თუ არ თვალის სამხელი მინდა ერქვას ვინც ვინ არის, ყველას თავის სახელი. ანუ მართლაც ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას და ასე უბრალოდ შეყვარებულს ვერ დავარქმევდი. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. მოდი, მაშინ გვესაუბრე, ძირითადად რა არის ხოლმე შენი ინსპირაციის წყარო? რასთან დაკავშირებით წერ ლექსებს? დიახ, ანუ ინსპირაცია შეიძლება ბევრი რამისგან მოხდეს. აი მაგალითად, ლექსების უმეტესობა ჩემს შემთხვევაში ალბათ ხელოვანების, იგივე თუნდაც მხატვრების, სხვადასხვა პოეტების წერლების მე როგორც მსმენი ასხობზე ჩემიდან გამომდინარეც ღამე ხდება. ღამე არის სიმყუდროვე საკუთარ თავთან, როდესაც მარტო ხარ და გარემო პირობებიც უფრო ხელს გიწყობს და ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ღამე ლექსის წერისთვის და რაც შეეხება თემებს, ეს ხასიათიდან გამომდინარეა. გამთენიისასაც მიწერია ლექსი, მაგალითად, ერთი ლექსი მაქვს დილით გავიღვიძე, ჩემს სოფელ ატენში ვარ და გავიღვიძე და ძალიან სასიამოვნოა იქ გაზაფხული, როგორც ყველა სოფელში და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად მე გაზაფხულის და ყველა დროს ჩემს სოფელში მეჩვენია, გავიღვიძე და ყოველდღე მაღვიძებს ჩიტების ჭიკჭიკი, ჟრიამური, განსაკუთრებით გაზაფხულზე. კი და აქედან გამომდინარე უკვე შეუძლებელიც არის რომ ლექსი არ დაწერო, და ასევე წიციან ტაბიძეს აქვს ძალიან კარგი ლექსი, მე არ წერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს და მართლაც ის გარემო პირობები კარნახობს და გეწერინება. კი, ანუ სად არის შენი ყველაზე კომფორტული ადგილი, სადაც მოდის უფრო მეტი მუზა? ყველაზე მეტი ლექსი მაქვს ნაწერი უფრო მარტო ყოფნისას და ისეთი შემთხვევაც ყოფილა რომ შეიძლება მარტო არ ხარ და შეიძლება აი მაგალითად მე ლექსი მაქვს დაწერილი გზავრობის დროს, როდესაც აქედან მივდიოდი დასავლეთში და იქ თუნდაც იქიდან არ აქვს მნიშვნელობა მისამართს და ძალიან მინანია რომ რატომ ფურცელი არ მედო, კალამი არ მაქვს და დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით ტელეფონში ჩამიმახსოვრებია რომ ლექსი რომ მოდის და მაშინ თუ არ დაწერ, იმას უკვე ისეთი აღარ რომ ცეცადო შეიძლება ვეღარც მიამსგავსებ, სულ სხვა რაღაც გამოვა და შეიძლება ისიც კი ვერ გამოგივიდეს. და ასე მიწერია ტრანსპორტშიც, ჩემთვის არავის ყური არ დამიგდია და ხალხშიც ყოფილ ვარ და როდესაც მუზა მოდის,
განცალკევებული ვარ, გავრიდებული ვარ, რომ მომეხერხებინა ამ ჩემი ნაკრნახევის გადმოტანა. ნუ სამწუხაროდ ისეთი შემთხვევაც ბევრია, რომ შეიძლება ესეც ვერ მოახერხო და ბევრი ლექსი დაკარგულიც კი ამის გამო. კი, მესმის, ნამდვილად საჭირო ყოველთვის ფურცელი და კალამი განსაკუთრებით პოეტისთვის. ვაჟა მუშაობის დროს ყოველთვის ფურცელი ეთოხება ჯიბეში და იცი რა მაინტერესებს, ზოგადად ხელოვანი ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ, ყველანაირად დებენ საკუთარ პიროვნულ მეს და ცდილობენ რომ ყველაფერი ჩააქსოვონ ისეთი, როგორი განწყობაც აქვთ. რამდენად ჩანს შენი პიროვნული მე შენს ლექსებში, რამდენად გამოხატავს შენს პიროვნულ ხასიათს, ემოციებს და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ჩემ ლექსებში იგრძნობა მეც და არა მხოლოდ მე, ზოგად თემებსაც ვეხები, რომელიც ანუ მარტო ჩემზე არა ის მორგებული, მაგალითად შეიძლება საზოგადოებისთვის შეიძლება იზაგვარად იყოს რჩევის მიცემაც და ნუ აქ ერთელი შესანიშნავად ამბობს, რომ ლექსი არ უნდა იყოს მხოლოდ მეს გამოძახილიო და მეს ნამდვილად ვეთანხმები. თუმცა ბევრი ლექსი პირადულიც არის და კონკრეტულად მეს ეხება. ასეთი ლექსი ბევრი აქვს, მაგალითად ტერენტი გრანელს, რომელიც როგორც თვითონ იტყვა და ყველა ლექსი ცრემლით აქვს დასელებული და მეს გამოძახილი ხშირად ქონდა და სხვათა შორის ქართველებიდან გულისხმობ, ჩემი ყველა საყვარელი პოეტი არის ტერენტი გრანელი, ქართველებიდან. კიდევ რომელ პოეტებს გამოარჩევდი, რომ გითხრა? ნებისმიერი დროის? ნებისმიერი დროის. ნებისმიერი დროის პოეტებიდან თუ ისევ ქართველებზე ვსაუბრობთ, როგორც თქვი ტერენტი გრანელი ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე ახლოს მოდის. ასევე ძალიან მიყვარს 17-ში დაბადების დღე იყო გალაქტიონ ტაბიძის, უდიდესი პოეტის, გენიის. რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველა თავისი ფილოსოფიით, არა მხოლოდ პოეზიით, არამედ ფილოსოფიით და უკან რომ არ წავიდე და შოთა რუსთაველიძე რომ აღარ თქვათ, ქართველებიდან ეს არიან, ანუ ბევრნი არიან რომ გავყვეთ, ძალიან შორს წავალ და ესე არც მინდა ვინმე გამოჩეს. თანამედროვე პოეტებში, მე თანამედროვეებში ვთვლი, თუმცა გარდაიცვალა 2009 წელს ოთარ ჭელიძე დიახ და თანამედროვეებში ძალიან მიყვარს მისი პოეზია. ასევე ბატონი ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება ძალიან მომწონს და კი, იცი რა მაინტერესებს თორნიკე? ზოგადად წეღანაც ახსენე შენ, რომ პოეტს და ზოგადად მწერალს არ უნდა გამოარჩევდეს მხოლოდ ის, რომ საკუთარი პიროვნული მე გადმოიტანოს თავის შემოქმედებაში. აი, აქედან გამომდინარე მაინტერესებს, ვინაიდან ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მაგალითი მწერლებისა, რომლებმაც ნამდვილი გარდატეხა მოახდინეს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ყველას ცხოვრებაში თითქმის. რამდენად წერ დღევანდელობასთან, თუნდაც პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენად ხარ თამამი და თუ მოაქვს ამას რაიმე შედეგი, თუ აქვს აზრი? მე ძალით აი ასე რომ ნებისმიერ თემას შევეხო, ესე არ ხდება. ანუ მირჩევნია რომ ის მოდიოდეს და ისევ წერდე, ვიდრე მაგალითად რაღაცა მოვლენა ხდება, იგივე თუნდაც შეიძლება ტელევიზია ჩართოთ და რაღაც ცუდი ამბავი გავიგოთ, ან კარგი ამბავი და ვერ შევეხები ყველა ამბავს. უნდა მოდიოდეს და ისე უნდა დაიწეროს რა. და აი ძირითადად არ არის ეს ვინმეს თუნდაც კრიტიკაზე დამყარებული ან გამოსწორებაზე, აი თუნდაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე რომ ვისაუბროთ, ის მუდამ ცდილობდა მოეწოდებინა ახალგაზრდებს, თუნდაც კი ერისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ უფრო მოძრავნი ყოფილიყვნენ ისინი, უფრო გამოცოცხლებული და მუდამ ყოფილიყვნენ საქმის კურსში ყველა თვალსაზრისით, ცხოვრების ყველა ეტაპზე. დიახ, ილია ჭავჭავაძეს მართლაც შესანიშნავი წერილები აქვს და ლექსები და ერის გამოფხიზლებისთვის იღწოდა, რის გამოც თვითონაც ამბობს, რომ ბრიყნი, ანუ ერთ-ერთ ლექსში შეიძლება ზუსტი ციტირება ვერ მოიყვანო, მაგრამ გონიათ რომ მე ამ გამოაშკარავებით ცოტ ვაკეთებოდა, სინამდვილეში ერის გამოფხიზლებისთვის შრომობდა ის ადამიანი. რაც მე შემეხება რჩევის სახით მაქვს მეც ლექსები და მე თუ შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, წავიკითხავ ჩემ ლექსებსაც
და როგორც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მეც ვერ ცხოვრობდი ასე, მაგრამ ვცდილობ და მინდა რომ ასე იყოს და ასე ვიცხოვრო, აი ამ მაგალითს ვაწვდი საზოგადოებასაც, ვინც რა თქმა უნდა კითხულობს და გაითვალისწინებს. დიახ, იცი რა მაინტერესებს თორნიკე, ძირითადად ეს სულიერი სამყაროს ამოძახილია ხოლმე პოეზია, მწერლობა. და ანუ თვითონ ეს სულიერი სამყარო მოდის უკვე ბავშვობიდან, ვითარდება და ყალიბდება ადამიანში. მოდი გავიხსენოთ ბავშვობა, მოუყევით ჩვენს მაყურებელს, როგორი ბავშვობა გქონდა, რას გაიხსენებ ისეთს, რასაც გამოარჩევდი და იქაც იყო თუ არა რაიმე ჩასახული ჩანასახი პოეზიის თვალსაზრისით. ჩემი ბავშვობა როგორც დასაწყისში ვახსენე, ქალაქ გორში დავიბადე და 5 წლის ასაკამდე გორის სოფელ ატენში ვიზრდებოდი ბებიასთან ერთად. შემდეგ სკოლის ასაკში გადმოვედით, ოჯახი გადმოვიდა თბილისში და ანუ ისტორიები რომ გავიხსენოთ. ისტორიები, როგორი ბავშვი იყავი მაგალითად? სხვათა შორის ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. მაგრამ დედას მაინც უჯერებდი, ეზოში, სკოლაში ძალიან ცელქობდი და ბევრს ალბათ ვაბრაზებდი და ვამწარებდი კიდევაც, მაგრამ ის რა თქმა უნდა ბავშვობის თანმდებია და ჩემი აზრით ბავშვი უნდა იყოს კიდეც ცელქი და არასოდეს არ უნდა მოიკლას მასში ეს, რადგან მე შეიძლება ეს აისახოს მის მომავალზეც, რა თქმა უნდა დაარიგო რჩევა უნდა მისცე, მაგრამ მეგობრულად და ისე რომ მან დაინახოს რომ ეს ნამდვილად ესე უნდა გაკეთდეს. და ერთი ისტორია რაც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო შენი ბავშვობიდან, თუ გახსენდება? ბავშვობიდან რომელიმე ისტორია? ვერ ვიხსენებ ესეც. კარგი, მოდი ვისაუბროთ მაშინ შენ ოჯახის წევრებზე. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ დასაწყისში, როდესაც შენ დაიწყე წერა, დაგბეჭდეს ძალიან ბევრ წიგნში და ამ პროფესიით გახდი ძალიან პოპულარული. არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ საკმაოდ ცნობილ სახეებში პოეტებს და მწერლებს გულისხმობ. რა დამოკიდებულება ჰქონდათ შენ ოჯახის წევრებს? რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას რაც შეეხება დედაც მე ვინც მიცნობს ასევე დედასაც ქეთი ფსევდონიმით ატენელი და დედაც მწერალია და შესაბამისად გაუხარდა როდესაც ეზიარა, ჩემი ლექსები როდესაც წაიკითხა, თავიდან რჩევაც მოუწია, როგორც რა თქმა უნდა ჩემზე ბევრად გამოცდილს და შეიძლება გენებშიც კი გადმომყვა. რაც შეეხება იმას, რომ მიცნობს საზოგადოება თუ არ მიცნობს მეტნაკლებად, მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მწერალთა კავშირის, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ დავით ახლოურს, რომელმაც ჩემი პირველი საღამო მოაწყო გორის საჯარო ბიბლიოთეკაში და მე ეს არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო ჩემი პირველი კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი და მას შემდეგ მე უფრო პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ ჩემს სფეროს, უფრო როდესაც რაღაცას ვწერ, ვცდილობ რომ მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და რაიმე არ შემეშალოს, მართლაც გავამართლო ის სახელი, რომელსაც მაგალითად ხედავენ ჩემში. ამის შემდეგ იყო თბილისში გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო მაჩაბლის სამეთში. საქართველოს პოეტების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარის იმერეთში ბატონი გერმანე საზანოველის ხელმძღვანელობით და ასევე გაზეთ სახალხო განათლების მთავარი რედაქტორის გამომცემლობა ზენაარის დირექტორის ბატონი ზურაბ ქობალიას ხელმძღვანელობით და ეს ორი დღე ჩემს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ბიძგი მომცა და სტიმული მომცა და мотиваცია მომცა რომ ამ სფეროს გამოვყოლოდი და სწორედ აქედან დაიწყო და შეიძლება იმის დამსახურებაც არის რომ მე და შენ ახლა აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ და დიდი მადლობა ამ ადამიანებს. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი განსაკუთრებით დედა ძალიან ამაყობს შენით და მიხარია რომ ეს გენეტიკურად საოცარი ნიჭი თუ გრძნობ რაიმე გავლენას დედას პოეზიიდან შენს პოეზიაში, თუ არის ხოლმე რაღაც ესეთი აღმოჩენები?
აი გავლენა არ მგონია რომ მქონდეს, ანუ რადიკალურად განსხვავებულია დედის წერაც, ჩემი ხელწერაც და შინაარსიც. ნუ სამშობლოზე რომ აქვს ლექსი და სიყვარულზე, ეს ალბათ ვინც წერს უმეტესობას აქვს. გასაგებია. მაინტერესებს ეს პროფესია თვითონ თუ არის შენს თანატოლებში პოპულარული და თუ ხარ მათგან გამორჩეული, ამ გამორჩეულობას როგორ იღებენ ისინი? ჩემი აზრით ლექსი და პოეზია ახალგაზრდებშიც არის პოპულარული და ყოველთვის იქნება. ვახსენეთ გალაქტიონი და გალაქტიონის შესანიშნავად აქვს ნათქვამი, იყო მრავალი განადგურება, ლექსის სიკვდილი კი არასოდეს. ლექსი და თვითონ ხელოვნება, პოეზია დიდი ღირებულებისაა და მასში ბევრი რამაა ასახული, ისტორიაც და რომელიც შთამომავლობას გადაეცემა და ამით შემდეგ მომავალთაობის აღაზრდაც კი ხდება. ლექსის შინაარსის მიხედვით, რა თქმა უნდა, და ყოველთვის იქნება პოპულარული და მართლაც სანამ კაცობრიობა იარსებებს, ლექსი და პოეზია და ზოგადად ხელოვნება, ჩემი აზრით კი არა, უკვდავია და უკვდავი იქნება. და შენი აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, შენ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ეტაპი გადალახე უკვე, რომ დღევანდელ დღემდე მოსულიყავი და ბევრ წიგნში ყოფილიყო შენი ლექსი დაბეჭდილი. რას ურჩევდი? ბევრად უფრო მცირეწლოვან ან თუნდაც არამცირეწლოვან, მაგრამ დამწყებ პოეტებს, აი ამ სფეროს წარმომადგენლებს, რას ურჩევდი, რა რჩევას მისცემდი, რა უნდა გაითვალისწინონ მათ აუცილებლად? ჯერ ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც გავიგებ, რომ ვინმე ლექსს წერს და ვცდილობ, რომ მასთან ურთიერთობა დავამყარო, უფრო ახლო ურთიერთობაში შევიდე. სასიამოვნოა, როდესაც შენ სფეროში პოულობ ადამიანს, სრულიად უცხოს და ხვდები და ხდება ისე ხშირად, რომ შეიძლება ვიღაცამ დამწყები როდესაც არის, ლექსი დაწეროს და რა თქმა უნდა ის ვერ იქნება ისეთი სიძლიერის, როგორიც შემდგომ ეტაპებზე იწერება და ვიღაცამ წაიკითხოს, ვიღაცამ შეიძლება ცოტა ვერ მიუდგეს კარგად და კარგი რჩევა ვერ მისცეს, შეიძლება რაღაცაზე გული დაწყვიტოს, მაგრამ არა, ჩემი აზრით ეს პირიქით უფრო გამოწვევაა და უფრო მეტი უნდა სცადოს, უფრო საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, რომ განვითარდეს. და რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ბევრიც უნდა იკითხოს, განსაკუთრებით პოეზია და ლიტერატურა ზოგადად, რომ განავითაროს ლექსიკა და პიროვნულად რომ განვითარებული იქნები, რა თქმა უნდა, ხელწერაც უკეთესი გექნება. და აი უფრო ნათელი რომ იყოს ეს ყველაფერი. შენ ახლა ისაუბრე დემოტივაციასთან დაკავშირებით. აი რა ყოფილა შენ ცხოვრებაში ისეთი, რამაც მოგიტანა ეს გრძნობა და იფიქრე იმ მომენტში, რომ არ ღირს განვითარება, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი გადალახე და რა თქმა უნდა, ესეთი შემთხვევა მეც მქონია, დაწყების პერიოდში, შეიძლება ახლაც დაწერო ისე. სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც მე ჩემ ძველ ლექსებს უყურებ, აი იმ მომენტში, როდესაც იწერებოდა, უფრო მოგწონს, რადგან ემოციებით იწერება და უფრო კარგად თვლი, მაგრამ დრო რო გადის და გადახედავ, შემდეგ რაღაც ვეღარ მოგწონს. თუმცა მე არც ერთ ლექსში ცვლილება არ შემიტანია, არაფერი ჩამისწორებია, რადგან ლექსი რომ დაიწერა, ის იმ ემოციით დაიწერა, როდესაც მაშინ იყავი და ეხლა მე ახლა რომ ჩავასწრო რომელიმე ლექსი, ის ემოცია გაყალბდება ჩემი აზრით და ვეღარ გამოვა. მაგრამ აღარ მომწონს რას გულისხმობ, სტრუქტურა, თვითონ ლექსის ფორმა და ამის შემდეგ რო ვითარდები, რა თქმა უნდა, უფრო აღარ მოგწონს, ჩემი აზრით პირიქით კარგიც არის. რა თქმა უნდა, თვითკრიტიკული ხარ აქედან გამომდინარე? ჩემი აზრით ვარ თვითკრიტიკული. და ეს კარგად საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ, რა თქმა უნდა, მომწონებია ჩემი ნაბიჯიც რაღაცაში და გესიამონება რომ ეს ესენი ესე გამოგივიდა, მაგრამ ეს კმაყოფილება იმ მომენტში რომ კმაყოფილი ხარ არ ნიშნავს რომ შენ უკვე ყველაფერი კარგად გაქვს და არა, სულ უნდა განვითარდე. თუ კრიტიკასთან უნდა იყო ყოველთვის ახლოს ურთიერთობაში. სხვაც რომ გაკრიტიკებს, ეს ადამიანის არის დამოკიდებული, ვიღაცამ რომ გამაკრიტიკოს ახლა მე შეიძლება
თუ სუსტიმების ყოფილვას ვარ, მე ფარხმალი დავყარო და დავანებო თავი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და ვცდილობ რომ უფრო განვითარდე და უფრო მეტი გავხდე ვიდრე დღეს ვარ. კი, ნამდვილად და ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან კარგადაც აისახება თვითონ შენ პიროვნებაზეც და პოეზიის უფრო მეტ დახვეწილობაზე. ძალიან კარგი, მინდა ყველაფერში წარმატება გისურვო. ახლა რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, თუმცა სანამ რეკლამაზე გავალთ, თუ შეიძლება რომ რაიმე ლექსი შემოგთავაზო და რეკლამის შემდეგ ჩვენს მაყურებელს შევთავაზებთ ბლიც ინტერვიუს თორნიკე ჩხიკვაძესთან. კარგით, მაშინ როგორც წეგან ვახსენე, სოფელში ჩემთვის ვიყავი დილის 6 საათი იყო, საერთოდ ღამე ძალიან მიჭირძილი და ჩიტების ჟიამლმა გამაღვიდა. და ამ დროს დავწერე ლექსი სამშობლოზე. ეს ლექსი სხვათა შორის იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ემიგრაციიდან, მე თუ საუბარს მოყვა ემიგრაციაზე ვისაუბრებ და ამ ლექსს წავიკითხავ, რომელიც სამშობლოზეა. იმედია ზეპირად ვიტყვი და იმედია არ შემეშლება. გამთენიისას ჩიტის ხმები ისე მახარებს, მეუბნებიან რომ სიცოცხლე არ დასრულდება. ყოველმა წყენამ გარდასრულმა თავი დახარეს, ალიონია და საათი 6 სრულდება. სოფლის ჰაერი, გაფილტრული ირგვლივ ხედები, ამარტი მთები ავდა კარგის მრავარ ნახული, წარსულისაკენ სინანულით არ ვიხედები, ყველა იმედი გავაღვიძე გადანახული. რა ლამაზია, მზის სხივი რომ მოეფინება, საკვები მოაქვს ბარტყისათვის მერცხალს ბუდეში, აქვე ახლოს რომ ნაკადული მოედინება, აი ესაა ჩემი რწმენა, ჩემი ნუგეში. ყველა ღარიბი დიდარია უფლის წყალობით, ვისაც ჩაესმის უცხოენის ნაცვლად ქართული, ყოველი დილა გათენდება ისევ გალობით, ბავშვი ცუფთა სიკეთეში ვიყოთ გართული, შემომთავაზოს სხვა სიმდიდრე ხარბად ვინაც რომ, ჩემი სამშობლო თუ გავცვალო იქ და ვინაცრო. ბრავო, ნამდვილად შესანიშნავი იყო. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ბლიც ინტერვიუთი. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახლა კი გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს თორნიკე ჩხიკვაძესთან. თორნიკე, პირველი შეკითხვა, ლექსი რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში? ამ ლექსში ჩემი საკუთარი ლექსი გულისხმობ თუ ზოგადად როდესაც პოეზიას ვეზიარე გავეცანი და შენს სულიერ სამყაროში რამაც გარდატეხა მოახდინა, არა დაწყებით პერიოდში, არამედ თუნდაც ცხოვრების ეტაპზე რამაც მოახდინა ეს გარდატეხა. ასე გამორჩეულად რომელიმე ლექსი კონკრეტული არ მაქვს, მაგრამ არის რამოდენიმე ლექსი, რომელიც განსაკუთრებულად ყველა ლექსი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონს ხო მიყვარს და მართლაც მაქსიმალურად ჩანს სხვებთან შედარებით, თუნდაც ჩემი საკუთარი თავი და ის სიტუაცია, როდესაც ლექსის წერის დროს ვიმყოფებოდი. და ესეთი რამოდენიმე ლექსი არის კი და წავიკითხო? არა, უბრალოდ გვითხრი და შემდეგ გადაცემის ბოლოს შეგიძლიათ წაგვიკითხო კიდეც. უბრალოდ გვითხრი ეს ლექსი. აი რომელიც უფრო ჩემს მკითხველს მოწონს და ხშირად რომ მოხვდებით ხოლმე სუფრის დროს, სუფრაზე მეგობრები სულ მეუბნებიან რომ ლექსი წაიკითხე, საკუთარი ინიციატივით სხვათა შორის არ გამოვირჩევი რომ სადღეგრძე რომ ლექსად თქვა და რაღაცა როდესაც მეუბნებიან, ამ შემთხვევაში ვკითხულობ და აი ესე გამორჩეულად რომელიც მოწონთ, აი ეს რამოდენიმე ლექსი არის და მეც რომელიც მომწონს და რომელიც ემთხვევა იმ გემოვნებას, რომელიც საზოგადოებას მოწონს, იმას ვკითხულობ ხოლმე და შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსი ჩაითვალოს იმ კითხვის პასუხად, რომელიც თქვენ დამისვით. და სათაური ამ ლექსის? სხვათა შორის მე არც ერთ ლექსს ვათაურებ, არც ერთი არ მაქვს დასათაურებული. უბრალოდ თემა შეიძლება იყოს, ეს არის სამშობლოზე, ეს არის სიყვარულზე, ეს არის მეზე და ასე შემდეგ. უფრო მეტად ხშირად მოთხოვნადია ეს ლექსი, რაც შენ. დიახ, შეიძლება თემას ეხებოდეს, მაგრამ აი სათაურებით არც ერთი ლექსი არ მაქვს. გასაგებია. ყველაზე მეტად რა არის ის, რაც გაშინებს ცხოვრებაში? ადამიანს რა ყველაზე მეტად მე და ალბათ ბევრი ადამიანისთვის ყველაზე საშინელი იქნება შენი საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ეს არის ყველაზე ცუდი ვითარება და ამაზე ფიქრიც კი უმკლავდები ამში, თუ ხშირად გეფიქრება ხოლმე? სხვათა შორის ბევრი მეფიქრება არა მარტო ამაზე, ბევრი რაღაც პრობლემაზე და საკითხზე და როგორც
ვახსენე ძირითადად მეღამე როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები, სულ ეს ფიქრები გიტაცებს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ გინდა არ იფიქრო, მაგრამ შენ ადამიანს ალბათ არ აქვს იმის უნარი, როდესაც არ უნდა იფიქროს, ანუ მაინც გეფიქრებ, ანუ გაწუხებს რაღაცა და მაგრამ ალბათ ეს კარგიც არის, იმიტომ რომ არ გაწუხებდეს ვერც შემოქმედი იქნებოდი და ვერ დაწერდი ლექსს. კარგი და აი უფრო სხარტად რომ უპასუხოთ ხოლმე ცრურწმენების თუ გჯერა? ცრურწმენების არ მჯერა და თვითონ კითხვაშიც კი კითხვაც კი შეიძლება გამოდგეს ამ შეკითხვის პასუხად, ანუ ცრურადაც არის საარქივო. საქართველოში თუ არა სად ცხოვრობდი? საქართველოში თუ არა სად ცხოვრობდი, ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ მეუხედავად იმ რთული მდგომარეობისა საქართველოში გულისხმობ ეკონომიკურ სიტუაციას, ამდენ გაჭირებას და ამას გულისხმობ, მაინც ჩემს სამშობლოში მირჩევნია რომ მიყო. არის თუ არა რაიმე ისეთი, რაშიც გაცვლიდი აი ამ მწერლობის ნიჭს? არც ერთი მწერალი არ იქნება, არც ერთი მწერალს არ შეიძლება ეწოდოს მწერალი ან პოეტი თუ ის ამას რაიმეში გაცვლის. საოცარი პასუხია. რა არის შენი ყველაზე დიდი ბედნიერება? რა იწვევს შენში? ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ვხედავ ჩემს მშობელს კარგად და ოჯახის წევრებს. კარგი, მაშინ გადაცემის ბოლოს მოდი ვისაუბროთ შენს ყველაზე დიდ საოცნებო მიზნებზე, რა მიზნები გაქვს, რა გეგმები გაქვს მომავლისთვის და ამით უკვე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ჩემი მიზანი როგორც ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი რომ პოეტი, ხელოვანი, მაგრამ ასე თუ ისე ვარ ხელოვნებაში და ჩემი მიზანიც არის რომ ჩემი კვალი დავტოვო და ეს ჩემი ნაწერი არ იყოს მხოლოდ ფურცლებში დარჩენილი და არ იყოს ჩემი საკუთარი თავისთვის და ესე ვიწრო წრესთვის და მინდა რომ ამან თავისი კვალი დაამჩნიოს მომავალ დროსაც. ძალიან დიდი მადლობა. არის რაიმე კითხვა რაც შეიძლება დამესვა და არ დაგისვი? ასეთი კითხვა არ ყოფილა, მაგრამ წინა საუბარშიც ვახსენე, ემიგრაცია, ემიგრაციამ დიდი კვალი დატოვა ჩემს წერაში, დიდი ტკივილები მოაქვს ამასაც, მე თვითონაც 3 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ, მუშაობდი და ჩემი ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ დადგება ის დრო, რომ ყველა ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში, ახლა დედაც ემიგრანტია და ძალიან კარგად მესმის რა არის ემიგრანტობა. იმ 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე მინდოდა რომ დავბრუნებულიყავი ჩემს სამშობლოში და აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არის მატერიალურად ცოტა რთული მდგომარეობა, მაინც აქ უფრო ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, ეს არა მხოლოდ შენი, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენგანის ოცნებაა და ვუსურვებ რომ ყველა ემიგრანტი მალე დაბრუნებულიყოს თავის სამშობლოში და აქ ყოფილიყოს, აქ ეშონოს ის და მიიღწიოს იმას, რისთვისაც ჩვენ ფარგლებს გარეთ ცდილობს. ვიმედოვნებ რომ ნამდვილად ასე იქნება და ჩვენც მაქსიმალურად შევწყობთ მდგომარეობის უფრო გაუმჯობესებას ხელს მაქსიმალურად. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე, ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა, კარგი რესპონდენტი ხარ, სასიამოვნოდ მოსაუბრე. ბევრ წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში. არ მინდა რომ როდისმე მუზა გამოგელიოს, პირიქით სულ დახონძული ყოფილიყავი ამ მუზებით და კიდევ ძალიან ბევრ წიგნში მინდა რომ გნახო დაბეჭდილი. თუ შეგიძლია რომ გადაცემის ბოლოს რაიმე ლექსი კიდევ შესთავაზო ჩვენს მაყურებელს და ამით თქვენ დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თორნიკე ჩხიკვაძე, პოეტი. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მე თქვენ სტუდიაში ვიმყოფები ახლა. მადლობა მოწვევისთვის, რომ მომეცით ეს შანსი, რომ თქვენი ეთერით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ვნახოს, კიდევ უფრო მეტმა გამიცნოს და ულევი მადლობა ამისათვის. ახლა კი ბოლოს წავიკითხავ ლექსს, რომელიც ზეპირად ვიცი. არის ისეთი ლექსები, რა თქმა უნდა, ჩემი დაწერილი ლექსი, როდესაც თუ სხვის ლექსის წაკითხვა მიწევს, აი მაგალითად, როდესაც უფრო ვახსენე სუპრად რაღაცა, აუცილებლად ვაკონკრეტებ ვისია. და როდესაც არ ვაკონკრეტებ ვისია, ანუ ჩემია. კი. ახლა წავიკითხავ ლექსს, რომელიც 2 წლის წინ არის დაწერილი და ბევრი ლექსის წაკითხვის სრული მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ რეგლამენტი არ არის ამის და წავიკითხავ იმ ლექსს, რომელიც მაგალითად ჩემი მეც ჩანს და საზოგადოებისთვის რჩევათად გამოდგება ალბათ. ადამიანთან დაიჭირე ჯერ დისტანცია.
ზოგი ჭკვიანი, ზოგიც ბრიყვი, ბევრი ანცია. გაცხარებული ნუ გადაწყვეტა ცივი გონებით, მშიერი იყავდა ნუ რავის დაემონები. ვისაც მეტი აქვს, სიხარბისგან მაინც სულშია, ხორცი რომ ხიბლავს, სილამაზე უფრო სულშია. თავი ძლიერი ნუ გგონია, როცა ერევი. იქ შენი საქმე რაც არ არის, ნუ ჩაერევი. როგორც ჩვენ გვინდა, სამწუხაროდ რადგან არ ხდება, დაუღალავად თუ იშრომებ, მაშინ ახდება. ბოლოს სრულიად დამთავრდება ყველა ქაოსი. გამოცდა თუ კი ჩავაბარეთ სააქაოსი. წესიერება და სიმართლე დაიმეგობრე. არ მიატოვებს საკუთარ გემს, როგორც მეკობრე. მეგობარმა თუ შეცდომები გიქო მტერია, ადამიანი საბოლოოდ მაინც მტვერია. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. გემშვიდობებით. მადლობა ყურებისთვის. კარგად ვანდებოდეთ.